გაუმარჯოს. ჩემი საყვარელი შუქიავანთო. როგორ ხართ? რა შვებით? დღემშვიდობის, დილამშვიდობის. მე თავს ძალა დავატანე და უთოობა მაქვს დაწყებული. 1, 2, 3 შარვალი აქვს, უშარვები, ზოგადად შარვლების გაუთოება, მაგრამ მეზარება ხოლმე გადავდებ და მე ისე გამოდის, რომ მეძნელება რა უნდა, უბრალოდ ხო იცი, სხვანაირი ჯახირე უნდა საროჭკას და შარვლებს და ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ სულ შარვლები და საროჭკები გამრჩება და მე სულ მაგრად მეზარება. აი ეგ ტრელმანები ვიღა დავყარე, იქ გავაუთოვე. აქ, იქ. ანუ ყველგან ვალაგებ დაუთოვებულებს. ეხლა კიდე უნდა გავაგრძელო ეგ ამბავი. ეს მაიკა და ეცვა ბოლო ზარზე იოანეს თეთრი ქათქათა ფითქინა მაიკა. და ანუ არ დასვრია არაფერი, უბრალოდ შევაგდე რა მაგის მერე რომ გავრეცხო თქო და გამოვიღე ლაქიანი, ანუ ვერ ხვდები ლაქა საიდან წაესვა. აი გახსოვთ კიდეც ალბათ ბოლო ზარზე მზადება რომ მქონდა ჩქარა წავიდე მეთქი და თეთრი მაიკა რო წავიღე. გახსოვთ გადკეცილია ეს ხელზე გადაკეცილი რომ იქ რესტორანში უნდა ჩაეცვა. და არის ფითქინა მაიკა და შეხედეთ. ანუ იქ ბოლო ზარზე არ დაუსვრია. იმიტომ რომ მოვიდა და ანუ შარვალი რო გავრეცხა და თეთრებისთვის ცალკე მეთქი. ხა შარვალთან ერთად ხო შევაგდებდი ამ შარვალთან ერთად და ნახეთ რა. ხო და მოიტაო მაგას სადღაც მასწავლებელთან მიდიოდა ჩავიცმეო და არ შეაგდო ჯერო მე არა მეუთხარ მთელი საღამო გეცვა მეთქი და ქვეყანა მაიკები გაქვს მზად და ანუ ის რო ლაქა ჰქონდა და ვერ დამენახა არ არსებობს. ფითქინა მაიკა შევაგდე გასარეცხა და აი ეს გამოვიღე ხალხო. არ ვიცი, ძალიან მენანება გადასაგდებად. იმიტომ რომ კაი მაიკა არის, ესეთი მაიკები ძალიან უყვარს. აი ეს. ირეცხება იდეალურად. და რა ვიცი, რა შეიძლება ვუშველო. ეხა კი მაქვს აკრილის საღებავი და რაღაცას ვუზავდი, მაგრამ თოთო ბავშვი არ არის, რომ აკრილის საღებავით დაუხატო ყვავილები. ხო და აი რაღაცა იყიდა წინაზე ლაქების თუ რაღაც სამომყვანი თუ რაღაცა ეგეთი რა და ხა დიდად იმეც ვამყარებ მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ სადოთ აი ესა ეს თუ ამას გასდის კარგად გქონია საქმე გოგონი დათაწვენილი იყო. ხო და დავასხათ. ეთყობა ხო? ეს ითო ისაო. გაზდის თუ რა არის? მეცად ერთი წამი. აბა გავამშრალე და ნახოთ. ეხლა მას ცოტა ხანი დავტოვებ. გაზდის რო ვასხავთ. ნახე როგორ გამოგდა უფრო. და ხელით ამოვჭეჭყავ, დუღებულ წყალს დავასხავ, ცოტა ხანი გავაჩერებ, რომ იმუშაოს მოკლედ ამან. ალაფრანიც ამაქვს. ალაფრანში გამოვხარშო. ამას ვეღარ ჩავდებ. აშკარად გაზდის არ რო ვასხავ, რა ვწვეთავს ეგიდან და რატო წვეთავს ვერ ვხვდები. ისო არ მოსულა. და ისევ იგივე ხასიათზე ვარ. უბრალოდ სხვა გზა არ არის ხლა სამწუხაროა და კიდევაც ვერ გამოვხატავ ისე როგორც წუხვარ. მით უმეტეს იცით ჩემი დამოკიდებულება მაგისთვის ვხმობ. მაგრამ საქმე გაქვს. ასაკეთებელი გაქვს.
არა გაქვს იმისი დრო, რომ უბრალოდ იჯდე და აი ღმერთმა სხვა დიდი სადარდებელი გვაშოროს ყველას. მიუხედავად იმისა, ხარ რომ ამბობ ძალიან დამნაშავედ გძნობ თავს. ეგრეა რა. არა გვაქვს იმისი არც ავარ მაგისი მომხრე ზოგადად რაღაცა რო ხდება და ძალიან რო დარდობენ, ანუ ძალიან შეიძლება იდარდო, უბრალოდ თან იცხოვრო. ის რო გამოიკეტო და ვაიხუი, მაგის მომხრე არა ვარ, იმიტომ რომ ეგ კაი არაფერს მოგიტანს ცხოვრებაში. და რაღაცა ვთქვი, ხა ღმერთმა ყველა საშოროს ისეთი სადარდებელი, როგორც ოჯახის წევრებზე დაერთო და რაღაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფისო ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, რავი, გრძელდება ცხოვრება. მე პარკი ჭარჭუნობს და მეთქი და თან ცოტა ეგეთ უჟმურ ხასიათზე ვიყავი მოკლედ და მამიდამ დამირეკა რა და მე მამიდა და მაიკო ვლაპარაკობით ჩემი ბრძალი. ხო და აი ისე კარგად მიშველა. ამ ლაპარაკში შევჭამე საჭმელი, ამ ლაპარაკში დავლიე ყავა, ისინი იქიდან მიაქედან. აი გაზდის უეჭველი, ნახეთ. აი პიანინოზე დავდე და გაესა დასველდა. მაგიტო ხა იქ ჩავდე. მე ამოველი აქ ოთახებში წვრები გადავწმინდე. ეს. მეგონი კაი. ეს ხოსდა არა გა. ადამიანს იმირონტო უნდა გააკეთო ყველაფერი. ის მეკეთავდოთ ცოტა ხანი. ეხა კიდევაც გავაგზავნებთ ჭორაობას 2%-ზე ჩამომივიდა ტელეფონი და მეც უნდა შემეერთებინა და ცოტა ხნით დავემშვიდობეთ. აი მე ქართული მუსიკა ჩაირთო ხალხნო. იმედია YouTube ვერ დაინახავს კი და ვერ გაიგებს მაგას. აი ასე. კამპოტის დაწყება მინდა. მაგრამ ჯერ ბარბარის ჭირდება გაზი. ხუთი ბანკა უნდა გავაკეთო ალუჩის კამპოტი. აი სახი. გაბრიელის საწოლში ჩაქსვით. იმიტომ რომ აქ მაქვს ნასკულები. გადავარჩიო. ეხა გაუტან ხოლმე ბავშვებს, ადრე ხოსე მევალაგებდი ხოლმე, ეხა ბავშვებს გაუტან და ყველა თავისას ინაწილებს. ტანსაცმელსაც გარდირობებში აღარ ვულაგებ. აი მე ეს რამდენი იმით ვაუთოვედ, ეხა ზედ დავაჭექი. აღარ ვულაგებ, თვითონვე დავალაგებ ხოლმე მთლიანად და ვეტყვი აბა ვისი რომელია ჰაიდა. და შვენივრად ალაგებენ ხოლმე. ეს ის თეთრი ნასკებია ხელით რო რეცხავ ხოლმე. ვიცა, აქ აშემეშალოს ეხლა, რომელიღაც არის ჩემი, აი, თემუდან გამოწერილი, აი. იქნება ლაშას ჩავაცვა. იცი როგორი ამინდია გარეთ? აი, თვალს რო დაახამხამებ მზეა, კიდე რო დაახამხამებ იღრუბლება და ასე შემდეგ. აი, აუტანელი ამინდია. სინაკ. ამას თუ არ უნდა. ეს ლიანა მაჩუკა ლაშეს დეიდამ თლიანი კაბა. ეხა ჩაიცნო რა, კომფორტულად იქნებიო და არ ჩამიცვია ჯერ. გავავლე. ეს თეთრი მაიკა. ესეც გავაუთოთ და ეს სამას არ უნდა უთო. უიეი. ესეც უნდა გავაუთო და შევკიდო, ჩემი ბოლოს არის კაბა.
ეხლა ამ დღეებში ვაპირებ წასვლას ბაზრობაზე მე, ლაშა და იოანე. ბანკეტის რაღაცები რომ ვიყიდოთ. მე მარტო ის მინდა. წესით მე ისე იმას ვიცმევ, რაც ვთქვი, კაბადაისროა. კაბადაისრო ვიყიდე ზედა. და მინდა ფეხსაცმელი მარტო. ხო და. ესენი ლაშასები აქ იყოს. იოანე ტასაცმელი, მე ფეხსაცმელი და ლაშა მინდა წავიყვანო, რომ ნახოს რა. იმიტომ მარტო კარო წავიდე მე და იოანე მეზარება. ხან არა მაქვს ხოლმე ის ნერვი, რომ ვირა კარგად აგაკუთხრა. არც იცის რა უნდა ჩაიცვას ჯერ. რას ყიდულობ? შარვალ კოსტუმს არ ყიდულობ. საროჭკა და ზედა. იმედია ბავშვი ტრუსიკ მაიკით არ წავა. წამოდი ახლა დაბლა ჩავიდეთ. წიწილებს ჩავხედო. სხვანაირი ყურადღება სჭირდებათ იმ ბავშვებს და ეს აქ იყოს და გავრიცხოთ. უი, წინაზე ვიყიდე, აი ამაზე გამახსენდა შეფუთვარი. თემუზე თვეების წინ ვიყიდე მზის ენერგიაზე მომუშავე განათება. აი აქ დავაყენე. 3 დღის წინ გამახსენდა. გამორთულია, ხა იტენება. და აი ნახეთ როგორი წვრილი და წმინდა არის. სადღაც აი აქამდე არის დახოული. რომელ საათამდე ანათებს ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც გუშინწი პირველად რო ჩავრთე და 9-ის ნახევარზე ავანთეთ, 9-ისთვის 3-ის ნახევარზე ენთო ისევ და მე დამეძინა გამეღვიძა რავი დილით გამოვრთე და ანუ აღარ ენთო დილით რა და რომელამდე იყო წარი ახ აქედან არ ვიცი. ხო და გუშინწი რო დაჯდა და გაითიშა რა მეთქი აბა მაინტერესებდა რას იზავდა წუხელი. იმიტომ რომ გუშინ ახლა ძალიან მზიანი ამინდი არისო და აინთო რო ჩავრთი აი ანუ მზე კი არა უბრალოდ სინათლეზე იტენება რა. ეხლა ვნახოთ ჩვენი პაწაწკუნტელები რა შვებია. გამარჯობა ცხოვრება. მაიმი ეტინე წოხა შენა სიხარულო. ქალბატონო დეიდა შეიძლება რომ ერთ წუთი ადგე? აბა დავბერტყოთ აქ იყავი შენ მანდ იყავი 2 წუთი. ой მის ბოსი ვიკი სად არ ჩავარდი მოდი აქა. ნახეთ შეხედეთ აქ ნაჩეკიროა იქ აი პაწაწინა 1 სუშავები ხართ. ой აგე მეორე აი ესეც მესამე მეოთხე მოდი აბა ესეც ვნახოთ. აი მე იმდენად პატარა კვერცხი აქედან რო გამოვიდეს ისა მაგარიჩი უნდა ვიკისრო. ანუ ამ ორში ჯერჯერობით არ არის ეს 4 ნაჩეკია. ой მირაკ კიბიხად მერთო ეს ნახეთ ეს ხო არის პატარა და ეს ნახეთ. ой მე რა სიცოცხლე აღმერთო ჩემო შევჭამე ხა ამათ. ой მინა პაპალო ხალ შენა დებილო. ой მე ხალხნო უყურეთ. მოდი შემოცხოვრება. მოდი. ნელა ჩაჯექი. აჰა. ესე იგი შეხედეთ, ხო შევყარე იქ, აქ 2 და იქ რამდენი არის. გამოდიან მაინც, აი იქიდან ხტებიან. არა და იქ სეტკების ჩაუღობე. და მიხვდნენ სადაც არ არის ეს დებილები იქიდან ამოდიან. ნუ დებილი ეძახი შენა და დედალმა კვერცხი დადო და მამლები ყვირიან. აუ მამიდა მითხრა რომ კარქით რით ვერ დადეთ. მამიდა მითხრა რომ ხვალე შუქი უნდა ჩაქრეს მთელი დღეო და ძალიან არ მომეწონა ეგ მომენტი. ხო და რაღაცეები რაც შუქის საქმე არის დღეს გავაკეთეთ რა.
იმიტომ ვამბობ, აი წეღა რასაც ვამბობდი. როდესაც ცუდად ხართ, არ მისცეთ ხოლმე თავისუფლება რომ ჩაიკეტოთ, იმიტომ რომ არ არსებობს, კარგად ვერ გახდებით მასზე. ეცადეთ თქვენ თავს ძალა დაატანეთ, რომ ვინმეს დაელაპარაკოთ და ვინმესთან გქონდეთ ურთიერთობა. ანუ ის ცუდი შეგრძნება რამდენია წერია? 27. ის ცუდი რაღაცა მაღლა არის ჩავმიტანი. ნუ ის ცუდი გრძნობა გააქვს ისევ. უბრალოდ მეტად შრომის უნარიანი და სხვანაირად ხარ რა. ყოველთვის მისახედინა მოსარწყავი და ასე შემდეგ. აი ასე. ეხა დროსაც რო ჩავთავ. და მე ისევ დავაუთებ. საღამოს კი გავაკეთებ კამპოტოს. ან რომ მოვლენ სკოლი და რა ვიცი. დავიღალი ამ ჩადი ამოდით. მგონია რომ ტყუილა უნდა ვიწვალო. და გადასაგდებია ეგ მაიკა, მაგრამ იმდენად მომწონს რომ ჯოჯოებით ვწდი. ეს გუშინ ნინო მომართვა მთელი დღის მანძილზე რომ ვაიმე ბავშვის ყვავილები მივას სიკვდილი. მთელი დღის განმავლობაში რომ ვერ ვიყავი ხასიათზე და რაღაცა გუშინ გამეკეთა ყვავილები. ქალბატონ, სად ჩავალაგო? ეგ დავალაგებ და თუნიასთან. მოდი სანამ ვხედავთ ეს აქ დავდე სპეციალურად, ეს არის ფურცელი თუ როდის მიწევს ვიზიტი და ვნახო რომ მე გადაკეთება კიდე არ მომიწიოს ვიზიტების. 15 მახსოვდა, 13 წერია. უეჭველი გადავაკეთებდი. 13. ანუ 10 დღეში. 13 და 19-მდე. გინეკოლოგის კონსულტაცია და საერთო ანალიზები მაქვს გასაკეთებელი. და აუცილებლად გავაკეთოთო ეხლა და ვაიმე ერთი სული ვაკათი დღე გავიდეს. ლაშა არასოდეს არ წამოსულა ეხლა ამ ფეხბურთი მობაზე, არ წამოსულა ექიმთან. აი წინა 3-ზე ლაშას გარეშე არც ერთხელ არ წავსულა რა და ეხლა ხო იცი ცხოვრებას რო ისწავლე ადამიანა წავალ კაცო რა გიდა რა. ოღონდ მაშინ სხვაგან დავდიოდი ხოლმე რა აი ცოტა შორს. ნინოზე ვაკეში დავდიოდი ლადო კახაძე სადაც იყო გადასული იქ წავედი და იქ დავდიოდი ეხოსკოპიაზე რა და იოანეზე ლაშას მამიდა იყო ცოცხალი და ამ სისხლის გადასხმის იმაში მუშაობდა ცენტრში და იქ მივდიოდი ხოლმე. ანუ ბევრ ადგილას დავდიოდი რა და ეგესაც შემეძლო და ერთად დავდიოდით ხოლმე. ეხლა რომ ესე დგები და მივდივარ ევექსში და იქ ახდება ყველაფერი და მოვდივარ ახლოვია. თან ისე დროს მოვდივარ რომ შანსი არ არის გაკვეთილები აქ ლაშას და ეხლა გადაწყე გადმოაწყე მაგაზე იგი არ ახდება. და ეხლა შევთავაზე რომ რა დღე არის 13 არ ვიცი. მოდიო ნახოთ 13 რა დღეა. რა ეხოსკოპიაზე მეთქი არ გინდა წამოსვლა და გაუხარდა რომ ისა ხო უნდა გაიკეთო. ნახოთ 13 რა დღეა. სადღაცას უნდა იყოს კალენდარი, აი. 13 ბეჟაბათია. ესე იგი 15 კიდე ივნისი ბანკეტია. ან 16-ში წავალ, ან 17-ში, ესე იგი 16-ში ან 17-ში. აჰა. და მაგ დროს კიდე რაღა დრო სკოლა არის და თავისუფლად წამოვა. დრო იქნება. ეგრე. ეხლა მოვიფიქრო რა არის მე ვაკეთებ მე მგონი მტვერსასროლს ჩავთავ. არა, მოდი ალუჩას დავდგავ. ბარბარეს კარტოფილი უნდა შეეწვა და აქამდე შეწვა და
ალუჩის კამპოტს დავდგავ და სანამ ის მოიხარშება, თუ გასტერილდება თუ რაც მოუვა, პარალელურად ვიზავ წერსასრუტს და უთოს, ეგე უფრო დროის მოგება იქნება. იმიტომ რომ ხა რომ მოვალა შეიძლება მომიტანოს მარწყვი გასაკეთებლად და გავაკეთო. რაღაც ცოტა სანამ დაიაფდა, ზოგადად მარწყვის არასდროს არ ვაკეთებ ხოლმე, ხავდგებ და გავაკეთებ. კამპოტებს ჩემები კარგად სვავენ. აი ხო არის რომ ოჯახი, რომ აი 2 წლის კამპოტი მაქვს და აღარ გავაკეთებ. არ არსებობს. 4 ბანკა მაქვს, მე მგონი ალუჩისა და შემორჩენილი. რა ის, რა ვიცი, რატო შემორჩა, ეგეც არ ვიცი და ხსნიან რა მაგასაც და გავუხსნი, რა თქმა უნდა, ხა მაგას არ ვაპირებ, მომავალ ზამთრამდე შევინახო. და ეხლა ბანკებს გამოვწევ ხოლმე და ახლიდან ახალ სეზონის კამპოტებს ვალაგებ. ხო და თუ ეგ მომიტანა, რომ იქნებ ერთი პირიც მარწყვი მოვასწრო, იმიტომ რომ მარწყვა ალუჩას ხელი არ დავადო, არაფერი მოვა 1-2 დღე და შეიძლება 1 კვირაც არ გაფუჭდება რა, არ არის ჩამწიფებული და რაღაცა და მარწყვი კიდე შეიძლება 1 საათში დაგილბეს. ამიტომ არაფერი დიდი საქმე და თავზე დგომა არ უნდა, თავში გაითუთქება და უნდა გასტერილდება და უნდა მოუხუფო. ასე რომ, ვაიმე მარწყვი მაქვს გასაკეთებელი და რაღაც რომ თავში უნდა გაკეთდეს და უნდა მოუვისაუქნა რა უნდა მაგას. ხო და ამიტომ დრო რომ მოვიგოთ და მარწყვი სანამ მოვა ის ქვაბიცარიელი იყოს და თავისუფალი იყოს. მირჩევნია ადრე მანან ეხლა და დადგა დროს მოვიგე. წაველი ხახლო ბედინერი დღე ყველას სამწუხაროდ იმ იმედით რომ სხვა მეორე და კიდე მეორე და მომდენო ვიდეო ჩემფისოსთან ერთად იქნება, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. მაგრამ იმედი მაქვს რომ რომელიმე ვიდეოში გაგახარებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს და როგორ ვებღაუჭები თქვენს ნათქვამს, რომ აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ მამალმა კატამ მასე იცის, მეც გამიგია ეს. მასე იცის და აი როგორ მინდა რომ ეგ იყოს და როგორ მინდა რომ დაგიჯეროთ ვერ წარმოიდგენთ და აი თავისი წავალი ხა მოვათვალიერებ ერთ პირს კიდე. ბედნიერი დღე ყველას.